საქართველოს პირველი წარმატება შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში. მარჯანიშვილის თეატრმა და დოკუმენტურმა კინოფესტივალმა სინედო თბილისი შემოქმედებითი ევროპის კონკურსის ფარგლებში ახალი პროექტებისთვის დაფინანსება მოიპოვეს. კონკურსის შედეგების შესახებ კულტურის სამინისტროში პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. გამარჯვებული პროექტების ავტორებს წარმატება კულტურის მინისტრმა პირადად მიულოცა. ეს კულტურის სამინისტრომ ამით შექმნა ის შესაძლებლობა, რომ ქართულ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს საქართველოში, რომლებიც მოღვაწეობენ კულტურის სფეროში, შესაძლებლობა აქვთ აპლიკაცია, შესაბამისი აპლიკაცია გააგზავნონ, მიიღონ მონაწილეობა. დღეს ჩვენ პირველი მერცხლები წარვადგინეთ ამ წარმატების, ეს გახლავთ მარჯანიშვილის თეატრი და დოკუმენტური ფილმების ფესტივალი სინედოკი, ორივემ თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიიღო მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსში. ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ამ კონკურსში სინედო თბილისმა წელს გაიმარჯვა. ეს ჩვენთვის იყო ერთი მხრიდან მოულოდნელი, მაგრამ მეორე მხრიდან ეს არის მეტი სტიმული, რომ ფესტივალი იყოს წარმატებული. ჩვენ გავედით ფესტივალების კონკურსში დამოუკიდებლად და ეს მნიშვნელოვანია ძალიან ფესტივალის განვითარებისთვის, რომ შეუერთდეს ევროპის მაღალი დონის ფესტივალებს.